მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მტკივნეული საკითხიც უკვე 10 წლეულები არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი გულისტკივილი, ყველა ნორმალური ქართველის და ბოლო დროს საერთოდ გადავიდა ხსენებიდან, საზოგადოებაშიც კი ეს ყველაფერი მიყუჩდა, ასე რომ ვთქვათ. ადრე თუ ძალიან ემოციურად ღებულობდა საზოგადოება ამ ყველაფერს, ბოლო დროს უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევენ. რაღაცნაირი განცდა ისეთი, რომ აფხაზეთის დაკარგვის საკითხს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი შეეგუა. ამიტომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ამ რამოდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სოხუმში პირდაპირ რეგულარული ავიარეისების აღდგენა, არ მოყვა საზოგადოებაში რაღაცა ისეთი რეაქცია, როგორც ადრე მოყვებოდა ამ ყველაფერს. გასაგებია ახლა რა გზითაც მოახერხეს ეს ყველაფერი, მოახერხეს სანქცირებული ავიახაზებით, იქნება მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში ფრენები და მოკლედ ამით არც არაფერი არ იცვლება, რომ იძახიან ესენი საერთაშორისო იკაო სტანდარტიო, საერთაშორისო რეისები სოხუმში გასაგებია რო არ იფრენს, მაგრამ ამით რა იცვლება? ქართველისთვის რა იცვლება, საქართველოსთვის რა იცვლება, მე ვერ ხვდები. ასევე 2 დღის წინ სოჩიდან სოხუმის მიმართულებით ამოქმედდა მატარებელი, ახალი მატარებელი. ცოტა ვრცელი არეალით, ვიდრე მანამდე დადიოდა. ესეთი ადგილი არის იქეთ სოჩაში. უკვე ნაქართველარ საქართველოში, უქართველოდ დარჩენილ საქართველოში. იმერეტინსკაია დალინა ქვია და იმერეთის კურორტი ქვია. იმ სადგურიდან იწყებს მატარებელი სტარტს, ასე რომ ვთქვათ, ჩადის აფხაზეთში, სოხუმში და ზედმეტ სახელად ქვია დიოსკურია. ყველანაირი ატრიბუტიკა და ტოპონიმები ქართული გამოყენებული და უქართველოდ დარჩენილ საქართველოში მიმდინარეობს ეს პროცესები, რომელი პროცესებიც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი საქართველოს ანექსია, აფხაზეთის ანექსიას სრულად დაამთავრებს. აი ამ თემაზე მინდოდა მესაუბრა, სანამ ვიდეო ლაივს ჩავწერდი, მეგობარს ველაპარაკე, სოხუმში ცხოვრობს და მან თავისი, ასე რომ ვთქვათ, ხედვა იქაური პროცესების ადგილზე რაც ხდება, ეს ყველაფერი გამაცნო და აქედან გამომდინარე კაცრავად ერთი სანთებელა გადავივარდა და მინდოდა გამიცნო ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად არავინ არ ილაპარაკებს, ნაკლებად ძალიან ცოტა აქ-იქ შემორჩენილი ბლოგერები და რუსული საინფორმაციოებიდან ან აფხაზური ტელეგრამ არხებიდან თუ მიიღებენ ინფორმაციას, ვინცაა დაინტერესებული. ამიტომ მინდა ჩემ აუდიტორიას გავაცნო ის რეალობა, რა რეალობაც იქ ხდება. მოკლედ ბოლო პერიოდის მოვლენები აფხაზეთში, ვისაც გახსოვთ, როგორც ვითარდებოდა, ეს იყო ბჟანიასთვის მოწყობილი პროთურქული ძალების გადატრიალება და წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულება, რომელიც იქნა რუსეთიდან აფხაზეთზე შემოთავაზებული, ეს ითვალისწინებდა აფხაზეთის ანექსიას. პრინციპში ასეც იყო. ამაზე არ უნდა მოეწერათ ხელი და ამისთვის ჩატარდა არჩევნები, ვითომ ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ვითომ რაღაცა შეიცვლებოდა. ამ პერიოდში რუსეთმა დასაჯა აფხაზეთი ძალიან
საინტერესო ფორმით, ენერგეტიკული ფორმით, სანქციებით რაღაცა ცოტა თავში წამოარტყა, ბევრი არაფერი. რა თქმა უნდა, გაიყვანა თავისი კანდიდატი და ხელშეკრულება, რა ხელშეკრულებას ქონდა ბჟანიასთვის შეთავაზებული. ეს ყველაფერი იქნა რეალიზებული და დაიწყო ამ ყველაფერმა რეალიზება. მოკლედ ახალი ამაში არაფერი არ არის, რომ რუსეთმა დაიწყო პირველ რიგში ხაზგასმით მინდა გაუშვა ხაზი იმას, რომ რუსეთმა განაახლა აფხაზეთში პასპორტების ხელახალი გაცემა, ანუ 100%-ით აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ყველა უნდა გახდეს რუსეთის მოქალაქე. და გეტყვით, რატო არის ეს ყველაფერი საჭირო? იმიტომ რომ აფხაზეთის მოსახლეობა იქ იქნება ქართველი, აფხაზი, სომეხი თუ ვინ იქნება, ყველა იყოს მოქცეული სამართლებრივად რუსული საკანონმდებლო ბაზის სივრცეში. გაგიმარჯვოთ ხმერთ. ანუ მის მოქალაქეს როგორც უნდა ისე რომ მოექცეს. ვინმე დაიწყებს ერთი ადგილის თამაშს, უნდა დაიჭერს, უნდა სანქციას დაადებს და უნდა რასაც უნდა იმას ისამს. ანუ 100%-ით უნდა გახდეს აფხაზეთში გაახდა ეს პასპორტიზაციის პროცესი. ეს ერთი. მეორე. და მთავარი რაც იყო იმ ხელშეკრულებაში იყო ისეთი რაღაცა ჩაწერილი, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში, რასაც გადაწყვეტენ, აი ჩვენთან რო ვთქვათ ახლა მაგალითად, ვთქვათ საქართველოში რომ უზენაეს სასამართლო რაღაცას გადაწყვეტს და გასაჩივრების უფლება გაქვს იმაში, რა ქვია, სტრასბურგში. და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უპირატესი. აი ასეთი ვალდებულება უფრო მეტი მკაცრი ფორმით ამ ხელშეკრულებაში დევს, რომ რუსეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები აფხაზეთში იქნას აღსრულებული. ანუ ის დავები, ქონებრივი დავები, რომელიც აფხაზეთში 20,000 თუ მეტი ბინის საკითხს ეხება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მიყიდეს, მერე ისევე წაართვეს, ასექნეს, ისექნეს, ამას როგორც გადაწყვეტავს რუსეთის სასამართლო, იქნას აფხაზეთში აღიარებული ის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი ბერკეტი. ახლა რაც შეეხება დანარჩენს, თვითონ აფხაზეთში ვინც არიან ფულიანი ხალხი, თვითონ აფხაზი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, დაიბარეს ესენი სულ ყველა შეხვედრაზე რუსებმა და უთხრეს. მოკლედ, აბსოლუტურად მთელი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას მიხედვას ვიწყებთ. დაიწყება აქ უზარმაზარი ინვესტიციების შემოვა, უზარმაზარი ფული შემოვა, ის რაღაცა თქვენი აფხაზური ბიზნესი რო გქონდათ, ეს მიტაცებული სახლები, რაღაცა ყ-კლასის სერვისი და ეს ჩვენ აღარ გვაინტერესებს. აფხაზეთში რუსეთი ჩადებს უზარმაზარ ფულს ინფრასტრუქტურის მოწყობაში, სასტუმროების მოწყობაში. აშენდება აქ ძალიან ბევრი რაღაცა, აქეთ-იქეთ მოწესრიგდება და თქვენც რა თქმა უნდა ჩაერთვებით ამ ყველაფერში და თუ რამე ფული გაქვთ, 10 მაგი გექნებათ, 20 მაგი გექნებათ და მოკლედ ზედმეტ სალაპარაკო არაფერი არა, საავიაციო შეტყობინება აღდგენილი არის. აგერ პასპორტებს გაძლევთ, თქვენი პასპორტით ვერსად ვერ გადიხართ და რუსული პასპორტით ყველგან გახვალთ, პირდაპირ რეისი თუ არ იქნება ახლა ვთქვათ სოხუმი, პარიზი, აგერ მოსკოვში გადახვალთ და მოსკოვიდან გადაფრინდებით, მერე პარიზში იქნება თუ სადმე იქნება წასასვლელი გექნებათ. რკინიგზა გინდათ, რკინიგზა გახსნილია და აბატონო იქნება ასე, ინფრასტრუქტურას მოვაწყავთ, ყველაფერს მოვაწყავთ, თქვენ თავისუფლებას, ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ამის მყარ გარანტიას გააძლევთ, ჩვენი ჯარი აქ დგას, ჩვენ ვართ, შემოგთავაზეთ რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ანალოგია ხელშეკრულებას, როგორც რუსეთს და ბელორუსიას აქვს დადებული ერთმანეთში და არ იქნებით თქვენ რუსეთში არ შეგიერთებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნებით ყველანაირად სრულუფლებიანი რუსეთის მოქალაქეები და იქნება რუსეთი პასუხისმგებელი უკვე იურიდიულად ყველაფერ აი ამ ზონას. აი ეს რეალობა ხდება აფხაზეთში. ახლა რო გითხრათ, რომ ამას დიდი სიხარულით ხვდებიან აფხაზები, ტყუილია. იმიტომ რომ ამ ხალხს ჯეროდა, რომ მათი ლიდერი
ბარძიმბას თამადობით დაწყებული ეს სეპარატისტული ბრძოლა, აფხაზეთი მოიპოვებდა რეალურ დამოუკიდებლობას, იქნებოდა რეალურად აღიარებული, იქნებოდა დე იურე დამოუკიდებლობა, დაბრუნდებოდნენ აფხაზეთის გაყრიდან ქართველებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნებოდა დაბრუნებული ეთნოსის შესანარჩუნებლად, რათი ჭკუით ის 300,000 აფხაზი, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, სირიაში ცხოვრობს, იორდანიაში ცხოვრობს და ასე შემდეგ. და იქნებოდა რუკაზე დამოუკიდებელი აფხაზეთი. აფხაზური ენით, აფხაზური კულტურით, ეს რასაც თავად ეს იდეოლოგია რაც არის. და საამური იქნებოდა ცხოვრება და რას დაგვაკლებდა მტერი და რუსეთი დაეხმარებოდა ამ ყველაფერში უანგაროდ საქართველოს წინააღმდეგ და ასე იქნება. სინამდვილეში ხდება ეს. ახლა ძალიან ტკივნეულ თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, მაგრამ ჯობია რეალობას შეხედო თვალებში და ამ რეალობიდან გამომდინარე ილაპარაკო ეს ყველაფერი, ვიდრე თავი მოიტყუო სირაკლე მასავი. აი ეს არის ორმხრივი, მე აქ უამრავი აფხაზი უსმენს ბლოგს ჩემსას და კონტაქტებიც ამაქვს და მინდა იმათ უთხრა. აი ეს არის იმ უტვინო პოლიტიკის შედეგი, რომელი უტვინო პოლიტიკის შედეგიც იქნა გატარებული 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების ბოლოს. მე მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოლოდინი, აი პროგნოზირება ამ პროცესების აი ესეთი გაგრძელება რას ნიშნავს და თქვენს კარგად იცით ეს, ჩემზე უკეთესად იცით რას ნიშნავს. ეს ნიშნავს ისე, რომ აფხაზეთს როგორც დაჩას, ისე აწყობენ რუსები. სადაჩო მონაკვეთი რო ექნება ადამიანს და დასასვენებლად რო უნდა და რაც შეეხება თავარ პრობლემას, რომელიც წარმოადგენდა აფხაზური ეთნოსის, ეს იყო აფხაზი ეთნოსის ფიზიკურად შენარჩუნება. ხო იცახოდით 17%-ო ვართო და ცოტა ვართო და გლის ხახაში ქართველები ყოფილვართ მგლები. გლის ხახაში ჩაგდებასო, გუბეში დახრჩობაშო, ზღვაში დახრჩობა ჯობიაო და ასე შემდეგო. აი ახლა მიმდინარეობს ზღვაში დახრჩობის პროცესი. მე ამას გეუბნებით ძალიან დიდი ტკივილით. მაგრამ ფაქტია. იღუპება როგორც ენგურს გაღმა, მე არ ვყოფ ამ ერს, ქართველი და აფხაზი ესა ერთი ოჯახის შვილი. ენგურს გაღმა საქართველოს, ენგურს გამოღმა საქართველოს იღუპება. ახლა გამოღმა როგორ იღუპება, ეს ალგე თემაა. მაგრამ თქვენ გეუბნებით პირველ რიგში და ჩემზე ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი რაც ხდება და როგორც ხდება. ამ დემოგრაფიული კოლაფსიდან გამომდინარე გალის რაიონის მოსახლეობას უკვე ეხვეწებიან დაეწერეთ აფხაზებად, რომ რაღაცნაირად ეთნოსი იქნას. ახლა რა მოხდება? ახლა მოხდება ის, რომ აი ამ სადაჩოთ გადაქცეულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყება მასობრივი ინფრასტრუქტურული პროექტები მოწყობა და ასევე დაიწყება მასობრივი დასახლება. ათვისება დაიწყება აფხაზეთის და ეს პროცესი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში როგორც მოხდა, ჩერქეზების ტერიტორიაზე, ადიღეელების ტერიტორიაზე, უბიხების ტერიტორიაზე და ძალიან კარგად და მტკივნეულად ახსოვთ აფხაზებს უკანასკნელი უბიხი და ტერიტორია, რომელიც ზღვისპირეთს იკავებდა, ჩვენ ქართველები ჯიქეთს ვეძახდით ამ ტერიტორიას, როგორ იქნა ათვისებული და როგორ იქნა გაწმენდილი ჯერ რუსეთის იმპერიისგან, მერე საბჭოთა კავშირში და დღეს ამაზე ლაპარაკიც კი, რომ იმ ტერიტორიაზე ვიღაცა უბიხები ცხოვრობდნენ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. აქეთ ამხარე, აქეთ ბზიფის ქედს გადმოღმა მხარე, ანუ ფსოუს აქეთ დარჩენილ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობდით და როგორც ცხოვრობდით და ხო იყავით დაჩაგრულები, რომ გკითხოთ კაცმა საქართველოს შემადგენლობაში გაწვალებდით, ტანჯავდით, თურმე თქვენ კულტურას ვანადგურებდით და ასე შემდეგ, ხო? თუმცა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთში აუფლებებიც ჰქონდა თვითონ აფხაზურ ეთნოს და აფხაზურ კულტურას, არ ჰქონდა მსგავსი არც ერთ ავტონომიაში მცხოვრებ არც ერთ ერს არ ჰქონდა. ხელის გულზე იყავით, როგორც დასაქმებით, როგორც
პროფესია რა გაქონდა? პროფესია მაქვს აფხაზიო. იმიტომ აფხაზი თუ იყავით, ნიშნავდნენ ან დირექტორად, ან იმათ, იმიტომ რომ წინერი იყო და ავტონომია ერქვათ და ასე იყო. გინდათ აფხაზური ენის საკითხი, გინდათ თეატრის, კულტურის, ყველაფრის როგორ დონეზე იყო შენარჩუნებული და როგორ უწყობდა ამ ყველაფერს? ქართული მხარე ამ ყველაფერს ხელს. აი ახლა ნახავთ თქვენ სულ ცოტა ხანში რაც არის ეს 35 წლის მანძილზე ის ნაუმარი და დაგლეჯილი აფხაზეთი და განადგურებული აფხაზეთი რაცა ამის ათვისება როგორ დაიწყო. აფხაზები დარჩებით ექსპონატები. საექსპონატო ერი, რომელიც საექსპონატო ერიც იქნება როგორც თავის დროზე უბიხები. ამიტომ ეგრეთ წოდებული ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის და საკუთარი ფესვებიდან გაქცევა და საკუთარი სამშობლოდან გაქცევა და სადღაც შეერთება. აი ასე დასრულდება ეს ყველაფერი და მომავალი აფხაზეთ-რუსეთის კავშირი, რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ნაცვლად ჩანაცვლდება კრასნოდარის ოლქთან აფხაზეთის შეერთება. კრიმინალიზაცია როგორც მოხდა ის. ახლა ეს თუ იყო თქვენი ბრძოლის მიზანი, ეს თუ იყო თქვენი ბრძოლის არსი, შეერთებოდით, ჩაეყლაპეთ იმ ქვეყანას, რომელმა ქვეყანამაც თავის დროზე ჩაყლაპა კავკასიური, იგივე ჩვენი მოძმესისხლის ჩერქეზობა, ადიღობა, უბიხობა და ასე შემდეგ. რა პრობლემა? რისთვის ღვრიდით სისხლს, რისთვის ანადგურებდით გენოფონდს და რისთვის იყო ეს ყველაფერი? მე ამას ვერ ხვდები. მაგრამ კარგი. ხო იძახდით, რომ დიდ ზღვაში დავიხრჩობითო და გუბეში არ დავიხრჩობით. ეს არის შედეგი. ახლა რა შეეხება აქეთ ქართველობას, ეს გულდათუთქული რო უყურებს ამ ყველაფერს და ისმენს. ბიჭო, მე ასეთი დებილი ხალხის მნახველი არა ვარ. მე ასეთი ავადმყოფი ხალხის მნახველი არა ვარ, რომლებიც ტავს ტაშს უკრავდნენ შევარდნაძეს, ტაშს უკრავდნენ სააკაშვილს, ტაშს უკრავდნენ ივანიშვილს და თან აფხაზეთის ისა, რა ქვია, მოგვარების იმედი რო ქონდათ ამათგან. მე ასეთი დებილი ხალხის მნახველი არა ვარ. შევარდნაძე იყო ადამიანი, რომელმაც გააჩინა ეს პრობლემა, შექმნა ეს პრობლემა, დაღვარა სისხლი ერთ მხარეს, მეორე მხარეს. გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ უზარმაზარი ნაპრალი გაჩენილიყო ქვეყნის შიგნით, ქართველებს და აფხაზებს შორის. და მერე ზოგ-ზოგიერთ ჯეროდა რომ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი არის და ნათქვამი აქვს, სანამ გაგრაში არ დაისვენებს, ისე არ წავა პოსტიდან თურმე. მერე სააკაშვილის ლაყაფი. სანამ საათს ელემენტი გამოეცვლება და სააკაშვილი რომელიც იყო ადამიანი, რომლის დროსაც საქართველოში არ ვიცი, ერაყში იყო ესეთი ციხე, აბუ-გრეიდის ციხე, სადაც წამებაში და წვალებაში ყავდათ ამერიკელებს ერაყელი ტყვეები. აი უზარმაზარ გუანტანამო და აბუ-გრეიდად იყო გადაქცეული საქართველო და ამის ჯეროდათ, რომ თურმე კაცი რომელსაც გენეტიკურად ეზიზღებოდა ყველაფერი ქართული და ძულდა ყველანაირი ქართული ეთნოსის და ქართული კულტურის ყველაფერი, ეს ადამიანი დაბრუნებდა აფხაზეთს. მერე აი ამასთან, ამ ჩარჩივაჭართან, ოჩოპინტრესთან, ადამიანმა, რომელმაც მთელი საქართველო შაითან ბაზრად გადააქცია, გაავაჭრა ხალხი, მოკლა ყველანაირი იდეოლოგია, გაათახსირა თუ რამე იყო დარჩენილი იმ დროიდან შემორჩენილი ჯერ კიდე.
ჩააფურთხა ქართველებს სულში, მოატყუა, გააქცია, საქართველო გადააქცია, აი ახლა აფხაზებზე ვლაპარაკობთ და სამუდამოდ დავკარგეთ კონი აფხაზეთი. კი, მაგრამ დანარჩენ საქართველოში რუსი თუ არ სახდება ისე როგორც აფხაზეთში ხდება, არ სახდება არაბი, არ სახდება ინდუსი, არ სახდება პაკისტანელი, არ სახდება ჩინელი, თუ რა უკეთესი მდგომარეობა გააქვთ? არა, უკეთესი მდგომარეობა აქვს დანარჩენ ახლა. იქ ყოველ შემთხვევაში ხო ამ ხნის მანძილზე გეი პარადების ჩატარებას მაინც არავინ არ აიძულებდა იმას აფხაზებს. და საქართველოში თუ რამე არა ქართული იყო მთელი ამ წლების მანძილზე იმასთან გვიწევდა ბრძოლა, რომ ჩვენ აფხაზეთში ნაკლებით აპყრობილი არის დანარჩენი საქართველო. აფხაზი ეროვნება მაინც უწერია მის პასპორტში აფხაზი. და უბრალოდ კონსტიტუციაში თუ წერია რომ აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება მხოლოდ აფხაზი გახდეს და დანარჩენ საქართველოში ეროვნება სადა ამდენი ხნის მანძილზე გენოციდს როდესაც გიწყობს შენი სისტემა, სახელმწიფო სისტემა და ქართულ გენს ანადგურებს და შლის ოფიციალურად გიშლის ევროკავშირის ქვეყნებშიც კი წერია ეროვნება, ულტრა ლიბერალურ იმაში. ამდენი ვერ შეძრო ქართველმა ერმა, რომ საკუთარ პასპორტში, ქართულ პასპორტში ეროვნება მაინც ეწეროს. და დღეს, როდესაც აგერ დათულამიდის მოსახლეობის საქართველოში გეუბნებიან, რომ დარჩა სინამდვილეში დარჩა 1,300,000 ქართველი, დანარჩენი სხვა რჯულია. და გეუბნებიან, რომ საქართველოს დემოგრაფია 10,000-ით მოიმატა და უკეთესი ბალანსი გვაქვს უკან იმის რა ქვია ხალხის შემოbrunების და ეროვნება არსად არ წერია. რა რჯულის ნიადაგზე იქნა გაზრდილი საქართველოს დემოგრაფია. და მე გამოდიხარ და მე გინდათ რომ ამნაირ საქართველოში იცხოვროს აფხაზმა და ოსმა. აი ვეკითხებ მე ამას კოცებს და აი დღეს თუ ვინმე საკიდე პატრიოტიზმის შემორჩენილი ვერ ხვდებით? რომ ასეთ საქართველოში არათუ აფხაზეთში დარჩენილი ქართველობას კი არ იცხოვრებს. და რას პირდებოდით ნეტა ახლა რო იყოს აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში, რას პირდებით? არაბული ინვესტიცია შემოვა და არაბებს დაასახლებთ სოხუმში და გეი პარადებს ჩაატარებთ და იმას რა ქვია პანჯაპელებს ჩამოასახლებთ და ინდუსებს და ჩინელებს და ასე შემდეგ. ამას პირდებით იმას, ხო? აფხაზებს. მე ვერ ხვდები, აბა როგორი საქართველოა ენგურს გამოღმა. იმათ წინააღმდეგობა რო ქონდათ, რომ რუსები თავს ახვევდნენ იმ ხელშეკრულებაში ზუსტად მიწის გაყიდვის პრობლემა იყო და ზუსტად სასამართლო გადაწყვეტილების პრობლემა იყო. და სხვა ეთნოსის ჩამოსახლების პრობლემა იყო. საქართველოსთვის რო ეთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამერიკულ პასპორტებს დაგირიგებთ. საქართველოს სასამართლოზე მეტი მაღლა ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებაო, მიღებულიო და ამერიკელიო საქართველოში დასახდება და მიწას იყიდისო, პროტესტით კი არ შეხვდებოდნენ. ტაშფანდურით შეხვდებოდა 90% საქართველოში. არ იქნებოდა ასე? არ იქნებოდა ასე? ხო იქნებოდა ასე. იმათ კიდე პროტესტი მაინც ჰქონდათ ამ ყველაფრის მიმართ. ავი გვაქვს, აი გვაქვს, ასეთი გვაქვს, ისეთი გვაქვს, ჩვენ მიწას მაინც არ გავყიდით და იმას მოდი ნუ დავასახლებთ უცხო ტომელებს და მოდი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ნუ გავავრცელებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე. არ იქნებოდა ასე? იქნებოდა. ხო. აი ასეთი საქართველო ავაშენეთ ჩვენ. აი ასეთი საქართველო ავაშენეთ. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა ომი ხო არა? ასეთ საქართველოში თუ არ უნდა აფხაზ და ოს ცხოვრება, იქ საიდანაც ქართველები ტოტალურად გარბიან, სადაც ტოტალური ტყუილია, სადაც ტოტალური გადაგვარებაა, ტოტალური გადაჯიშებაა. და მართლა ქვეყანა შაითან ბაზარსაა დამგვანებული. რატო უმტყუნებთ იმ ხალხს? ამიტომ
მასამ რაც დაიმსახურა დანარჩენ საქართველოში და მასამ რაც დაიმსახურა დანარჩენ აფხაზეთში. ის მიიღო და იმას ღებულობს. ბუნების წესია ასეთი, ბუნების კანონია. როდესაც უტვინო ხარ, როდესაც შტერი ხარ, როდესაც სულ გაყიდული ხარ და როდესაც მოღალატეებს ირჩევ სათავეში. კორუმპირებულებს, მოღალატეებს, ნაძირლებს, მათხოვრებს, შენ მსხვერპლი არ ახარ, შენ თანამონაწილე ხარ. ამიტომ ყველა ვინც მიდიხართ იმ არჩევნებზე და ბიძინას აძლევთ ხმას, თქვენ ყველა ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. და ამას ყველაფერს ამართლებთ ერთი მარტივი რაღაცით. ნაცები არ მოbrunდნენ. დღეს ერთი დებილი გამომხტარა აგერ. კომისიის წევრი. აი ეს ახლა ხო კომისია მიდის, ეს ახლა რასაც მე ვლაპარაკობ, ეს არავის არ აინტერესებს. აინტერესებთ კომისიაზე რა ხდება გამომხტარა ვიღაცა და შვილებს გეფიცებიო ესენი ნაციონალური მოძრაობა ხوار დაბრუნდება ხელისუფლებაში ხალხო ნაცები ხوار მოbrunდებიან. ხوار დაბრუნდებიან. აგერ რა ხუდუშაური შვილებს იფიცებს. ორ შვილს იფიცებს რომ ნაცები არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და იქ აფხაზეთში რა ხდება ვის არ კიდია? რა თუნდაც ბიჭო ამგეს დიალოგი. ამგეს რა თუნდაც დიალოგი ახლა აფხაზებთან. რა თუნდაც ამგეს დიალოგი რუსებთან. რა უნდათ ბიჭო ამგეს იმაში რა ქვია 9 მაისს მოსკოვში ჩასასვლელა. აი ეს საქმება. ხამათი მთავარი საქმე არის ევროპაში რა სეტყვიან და ამერიკაში რა სეტყვიან. და ვის როგორ მოეწონება ეს ყველაფერი რა? რატო გიგვირთ? რატო გიგვირთ? ამათვის თავარია ბრიუსელში რა სიტყვია. ჩემო ძმაო, მე ვაკრიტიკებ მიშა იმ კატეგორია ადამიანებს, რომლებსაც როდესაც ეუბნების სიმართლეს, იმის მაგივრად რომ ეს სიმართლე გაიგონ, აქეთ გიბრუნდებიან და გეუბნებიან რომ შენ ხარ თურმე დებილი, შენ ხარ თურმე უმადური და შენ ვერ ხედავ ბიძინას გაკეთებულ სიკეთეს. აი ესა ამ ხალხთან მაქვს მე ლაპარაკი. ამ ავატყოფებთან მაქვს და ამ დებილებთან და ამ უთავმოყარეო ზომბებთან მაქვს ლაპარაკი მე თუ არა. არა მაქვს მოტყუებულ ადამიანებთან. ადამიანი რომელიც გამოდის და ამბობს რომ ვითომ რაღაცა ესმის, იმდენი არ უნდა ესმოდეს რომ დეკართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს 92 წლიდან გაგანია გენოციდი არის ქართველი ერის და ვინ არიან ამ გაგანია ქართველი ერის გენოციდის შემოქმედები? აბსოლუტურად ყველა ის მთავრობა რომელიც მართავდა ქვეყანას, ყველა ის 9-ჯერ გაყიდული და გათახსირებული პოლიტიკოსი რომელიც ზემოთ არის. გადახედეთ ბოლო პერიოდის, ბოლო 30 წლის მანძილზე დეკართველიზაციის პროცესი. აქ მარტო აფხაზეთზე არაა საუბარი. აქ არის საუბარი ქართული ეთნოსის, როგორც ერის ეთნოსის გადაგვარებას და გაწყვეტას. და შემდეგ მე ამ დაცარიელებული ტერიტორიების ათვისებას. ეს უფრო დიდი პრობლემაა. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე თქვათ და აფხაზეთის დაკარგვა. იმიტომ რომ ყოფილა ისტორიის მანძილზე ტერიტორიები დაკარგულა, მაგრამ მომხდარა ტერიტორიული მთლიანობების აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ როდესაც ეთნოსის გენოციდი მიმდინარეობს, როდესაც გაგანია გენოციდი არის ქართველი ეთნოსის, ეს უფრო დიდი პრობლემაა. აი დავიწყე მისი ნაქართველარ საქართველოში, მოყოლებული სოჭიდან დამთავრებული გალამდე აგერ. ქართველების გენოციდი მოხდა, ხო? აყრა მოხდა ცეცხლით დამახვილი და განადგურება. ახლა რა ხდება იმ ტერიტორიაზე? სახდება უცხოტომელი. ეს მოხდება ისე როგორც მოხდა დვალეთში მაგალითად. ხო? გადახედეთ თურქეთს. აი ტაოკლარჯეთში მცხოვრები ქართველობა ახევარი ტაოკლარჯეთი რო დაძირეს. და ხმარ არავის რო არ ამოუღია კავკასიძეების ციხით დაწყებული იუსუფელით დამთავრებული უამრავი ქართული ეკლესია და ძეგლი რო იქნა ჩანთქმული და განადგურებული ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე. ახლა ხმა არავის ამოუღია თურქებს არ ეწყინოს და ქართული მოსახლეობა აყრილი და შუა თურქეთში გადასახლებული. ეს დეკართველიზაციის პროცესია. გადახედეთ საინგილოს. გადახედეთ საინგილოს. რამდენი ქართველი ცხოვრობდა საინგილოში და რამდენი ქართველი დარჩა. იქაც ქართული ეთნოსის განადგურება. გადახედეთ სამაჩაბლოს. იქაც ქართული ეთნოსის განადგურება. გადახედეთ დანარჩენ უკვე ჯერჯერობით დარჩენილ საქართველოს, რასაც ქვია.
იქ აბორიგენი მოსახლეობა ნადგურდება. თითო წელი. აი გეუბნებით ახლა, გინდა ასე თქვით, გინდა ისე თქვით. მე გეუბნებით. აი ივანიშვილის მმართველობის თითო წელი, რომელშიც საშუალოდ -40,000-ით მცირდება საქართველოს მოსახლეობა. -40,000. აი მინიმუმ. ეს არის ტოლფასი თითოეული შემოტევის, თითოეული დაპყრობის თემურ ლენგის. თქვენ თუ გონიათ მეტი ქართველი ნადგურდებოდა იმ პერიოდში, ძალიან შემცდარხართ. ძალიან შემცდარხართ. და მაშინდელ თემურ ლენგს თემურ ლენგი ერქვა. და დამპყრობელათაა ცნობილი საქართველოში და საქართველოს ისტორიაში და ბიძინა ივანიშვილი ლამისაა წმინდანად შერაცხონ. ლამისაა წმინდანად იქნას ბიძინა ივანიშვილი საქართველოში შერაცხული მისი მონების მხრიდან. და ამ სტატისტიკაზე რო დაუწყებ ლაპარაკს, გეტყვის სამება აგიშენაო და მადლობელი იყავი. აბა სააკაშვილი ყოფილიყო? უკვე მაგაშიც აღარა არანაირი განსხვავება, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთადერთი ქოცების მონაპოვარი რაც იყო ციხეში, ხალხს არ აწამებდნენ. დღეს აგერ სააკაშვილის პანსიონატში ციხეში ნაწამები 27 ტრამვაქონია მიღებული, პატიმარი მოკვდა. რა დააშავა იმ საცოდავმა ადამიანმა იმ ციხეში ამის ფასი მე არ ვიცი. მაგრამ ცემაში ამოაძვრეს სული და ვეღარ უშველეს ვივამეთში. სააკაშვილზე მეტი ქონდა დაშავებული იმ ადამიანს, არ ვიცი ვინ იყო აცხონოს ღმერთმა. სააკაშვილი ხელის გულზე ყავს. აი, რიგითი პატიმრებს ასე ძურებათ სული, ცემაში, ტყეპაში, უბედურებაში. ახლა ამას რო ეტყვი რიგით ქოცს ღმერთმა დალოცოს ბიძინა ამდენი რაღაცა გააკეთა. მე გეუბნებით, ეს ჩვენი ერი, აი მასობრივად, აი მასა რო აიღო, აი ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ერის არის ტვინა ღრძო. დადებილებულია, დაჩლუნგებულია. ან გაყიდულია. ოღონდ მისი ელემენტარული ასე რაღაცა ტენდერიდან მოგებული ფული ჩაიდოს ჯიბეში და რაღაცა გამოტყაოს სახელმწიფოს 400 და 500 ლარი და მზადა მთელი საქართველოს განადგურდეს. აცხონოს ღმერთმა ჩემო ძმაო. ახლა მაინტერესებს ერთი ეს ნანა კაკაბაძე და სხვა უბლებათა დამცველები და ისინი ნიფხავს რო იგლიჯავდნენ ტავზე პატიმრებიო კვდებაო ციხეშიო. ახლაც მოხდა რა ის ადამიანი არაა? ის ადამიანი არა, სააკაშვილი ყავთ ეგერ ხელის გულზე წამომჯდარი და 1000 ხარჭა მიდის იქ და 1000 ნაბოზვარი და ჩათლახი მიდის იქ და გულაობს. და მის ნაბიჭურებს ციხიდან აჩენს. ამაზე არავის არა აქვს პრეტენზია? სადა ხარ ერთ ნანა კაკაბაძე და სხვა დანარჩენი უფლებათა დამცველები? სადა ეს ხალხი, სადა ეს რამიშვილი და ეს მთელი საბოზეთი? მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. ამ ბოზიშვილებს ვინც უკანალში არიან შემძვრალები ივანიშვილის თავის დროზე მიშას რომ მიეცა ამათვის თანამდებობები და საჭმელსასმელი და ფული მიშას ფასი არ ეყოლებოდათ არავინ. ამათ სადა აქვს მორალი, ამათ სადა აქვს ზნეობა, ამათ სადა აქვს აი ასეთ ქვეყანად იქცა და ასეთ ქვეყანად ჩამოაყალიბა და არავინ არა ამ ყველაფერში დამნაშავე გარდა ისევ და ისევ ქართველების. ხო და მეტის ღირსია, როდესაც ასე აზროვნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და აფხაზეთს რო უყურებთ, რომ აფხაზეთი всё მორჩა, დამთავრდა და იწყებს რუსეთი ნელ-ნელა ჯერ ამათ, ჯერ აღიარებას, ჯერ სეპარატიზმის მხარდაჭერას, მერე აღიარებას, მერე აღიარებული ტერიტორიის მოკავშირედ გადაქცევას,
შემდეგ ადგება და შეიერთებს. ერთ დღეს გამოიცემა ბრძანება, როგორც იქნა გამოცემული ბრძანება ყირიმიზაციის შესახებ და იქნება შეერთებული კრასნოდარის ოლქზე. ვინ ეტყვის რამეს? ვინ ეტყვის რამეს? ვინმე მუთხრა რამე ყირიმზე? ვინმე რამეს ეუბნება დანარჩენ ტერიტორიებზე? ვერაფერს ვერ ეუბნება. თქვენ ხო გაქვთ იმის კომპლექსი, რომ აფხაზებს არ დაელაპარაკებით, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასე გვეუბნებიან. დევნილების დაბრუნებაზე არ ვილაპარაკებთ. ვინმეს აინტერესებს რა მოლაპარაკებები იყო წარმოებული? ხარჯება თანახმა იყო დევნილების დაბრუნების. თანახმა იყო დიდ ნაწილზე დევნილების დაბრუნების. წინააღმდეგი იყვნენ თბილისიდან. თბილისს კიდევ ვინ ხელმძღვანელობდა? დასავლეთი. ვინ იყვნენ წინააღმდეგები? ეს დები ბერძენიშვილები, ეს პატა ზაქარეიშვილები და სხვა 1000 ჩათლახები. არძიმბა თანახმა იყო თავის დროზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე საქართველოსთან ფედერაციაზე. თბილისიდან იყვნენ წინააღმდეგი, იმიტომ რომ ამერიკის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ნიფხავს იგლიჯავდნენ. მაშინ პრემაკოვმა რო ჩამოიყვანა საქართველოში, რო გინდა თუ არა რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამერიკის ნდობა ხო შეიძლება, დასავლეთის ნდობა ხო შეიძლება. სააკაშვილის დროს არ იყო ჩამოსული? საგვარია ის. თბილისში აქვს ცნობილი ისა აფხაზი პოლიტიკოსი. მერე აუპასუხეთ. იმდენი შანსი ქონდა ჩვენ ქვეყანას და იმდენი შანსი ქონდა ჩვენ ერთს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებული იყო. არაფერი არ გააკეთეს. ჩვენი ქვეყანა არის გადაქცეული იმედის, პოსტივის, ტივი პირველის და სხვა საბოზეთის საჭორაოდ, რა ხდება რუსთაველზე, იმან ვის რა უქნა, ამან ვის შეუყო, ამან ვის გამოუღო. დადიხარ ბიჭო, იყურების ხო ყველა ქვეყანას რაღაცა ეშველა, რაღაცას ყველგან შეიცვალა. შეხვალ საქართველოში, ქართულ Facebook-ზე, ის დაიჭირეს, ეს მოხდა, ის მოხდა, ეს წივილია, ეს კივილია, სისხლიანი 9 წელი, ეს ბიძინას პერიოდი, ეს არ მთავრდება, ბიჭო, არ მთავრდება. ერთი აქცია მანახა საქართველოში აფხაზეთზე გამართული. აფხაზეთში შვიდობიანად დაბრუნების ერთი აქცია მანახა. არ აინტერესებს აფხაზს, არ უნდა. ეს ურჩევნია რაცა. ილიამ ასე ხდებოდა, ეს იყო სოჩის შეთანხმება, რომელიც შეთანხმების პერიოდშიდაც გალის რაიონი და შემდეგ ოჩამჩირეში უნდა შემდეგ რკინიგზა უნდა აღდგენილიყო და ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო ინტეგრაცია ამ ყველაფრის. იყო ეს ყველაფერი. უამრავი შანსი გქონდა ჩვენ იმისთვის, რომ აფხაზეთში ყოველ შემთხვევაში ამ დღეში არ ჩავარდნილიყო აფხაზეთში რა სიტუაციაც არის, არც აფხაზი და არც ქართველი. არა, აი ასე მივიყვანით. იმათმა ისე მიიყვანეს. და ასე ხდება. როდესაც ორი უმეცარი თხა ერთმანეთს შეხვდება, ხიდზე. არც ერთი არ გაატარებს, მე ერთის და მეორე წყალში გადავარდები. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, როდის ჭამეს მისი ყველეის ყველაზე მეტად. როდესაც ზვიად გამსახურდიას არ დაუდგენ გვერდში. აი მაშინ ჭამეს ყველაზე მეტი და მოიმკეს მერე ის რაც მოიმკეს. და ქართველმა ერმაც მაშინ ჭამა ყველაზე მეტი დიდი. და დაჯექეთ და იძახეთ რაც გინდათ. გინდათ ზვიადზე, გინდათ მერაბზე, გინდათ ეროვნულ მოძრაობაზე. დაჯექეთ და გააგრძელეთ ახლა ძახი. ეგა. აი ეს მოიმკეთ. იმათაც მოიმკეს. ხო არ გინდოდათ ქართული საქართველო პროვინციული ფაშიზმიდან ხო გადაარჩინეთ ქვეყანა ევროპული საქართველო ხო გინდოდათ? მე მიიღეთ მე ევროპული საქართველო. იმათმა კიდე ისეთი მიიღეს, რა ქვია,
დიდი რა ქვია აფხაზეთი და ასე იმართება საერთოდ ხებს და ქაჯებს და გამყიდველებს. მაგას ვამბობ ჩემო დავით. მაგას ვამბობ, რომ აფხაზეთში უფროა ქართული სული შემორჩენილი ვიდრე დანარჩენი მასში, რა ქვია, ტერიტორიებს. ქართველობა არ უნდა, ევროპელობა უნდა. ყავის სმა უნდა პარიზში. აი ესეთი იდეოლოგიის საქართველო. მაშინ გაგიმარჯოს სმა, გაგიმარჯოს 7:60 მომენტი ხმარ. შეგეხმიანები მე. მაშინ რო უთხრეს, ცხონებულ ზვიად გამსახურდია, რა იყო რა პანაცია ჰქონდაო. ესო ეროვნული სახელმწიფოს აშენებისო ხო შეიძლებაო არსებობენო სხვა ერებიო, არსებობენ სხვა სახელმწიფოებიო, რომლებიც არ არიან ეროვნული სახელმწიფოებიო, მაგრამო არსებობენ და ძალიან კარგადაც არსებობენო და ბიჭო, საქმეო იმაში არის, რომ პანაცია იმიტომ იყო ეს ყველაფერიო, რომ ქართული ეთნოსი არის სპეციფიკური ეთნოსიო. თუ საქართველოში არ იქნება ეროვნული სახელმწიფო, საქართველო ვერ იარსებებს, სხვანაირი ფორმატით ეს ერი ვერ იარსებებს, ვერ მოერგება სხვა მენტალობას, სხვა კანონებს, სხვა წესებს, სხვა მიმართულებებს. არაო. ასე გვინდაო, ხო და აი ასე ხო გინდათ. ახლა ბევრი ადღეგრძელეთ, ბევრი ლოცეთ ბიძინა, რა გააკეთეს? 13 წელიწადია რა გააკეთეს. ბოლო-ბოლო რო გკითხოთ კაცმა ძმები არიან და ეს არიან და ის არიან. ერთი შეხვედრა მოგეწყოთ ქართველების და აფხაზების. ამ 13 წლის მანძილზე. არა, ცალიათ იქეწყინა. არ წახვიდეთ. არც მოსკოვში წახვიდეთ. არც აფხაზებს შეხვდეთ. არც მსგავს რაღაცებზე არ იფიქროთ. 9 მაისს ახლა ევროპის დღე აღნიშნეთ. გამარჯვების დღე კი არ აღნიშნოთ. ევროპის დღე აღნიშნეთ. ევროპის დღეა 9 მაისის კი არა, რა ქვია, გამარჯვების დღე კი არა ქართველებისთვის, ხო და ასე გადაჯიშებულ, ასე გადაგვარებულ, ასე ისტორია დავიწყებულ საზოგადოებას და ამას რომ მასა ტაშს უკრავს. ის არ იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. აფხაზეთით საერთოდ ისტორიაში დაიწყო საქართველოს გაერთიანება და საქართველოს დაქცევაც დაიწყო აფხაზეთით. ასეა ეს. ისტორიულად ქართული სახელმწიფოების გაერთიანება ზუსტად აფხაზეთიდან დაიწყო. ლეონ მეორემ დაიწყო ეგრისის და აფხაზეთის სამთავროს შექმნა, მერე ბაგრატმა დასავლეთ საქართველოს და ტაო-კლარჯეთის გაერთიანება და ნელ-ნელა დაიწყო ეს ყველაფერი. და ჩვენი პირველი გამაერთიანებელი მეფის საფლავიც აფხაზეთშია, ბედიის ტაძარშია. ახლაც საქართველოს დაქცევა დაიწყო აფხაზეთიდან. სიმბოლურია ყველაფერი. აირზე არ ხდება ეს ყველაფერი. ასია, როცა რწმენას დაივიწყებ, ასია, როცა ტრადიციას დაივიწყებ და ღამურად რო იქცევი. თაგვიდან ღამურად რო გადაიქცევი. არც თაგვი იქნები და არც ღამურა იქნები. ახლა გავხსენდათ ეროვნულობა. და მე სადა ეს ეკლესია? სადა საპატრიარქო? სადა გაბრწყინებული იბერია? სად? 15 წელი პატრიარქი ხო იყო ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. მიდი ერთი რომელიმე აფხაზს უხსენე პატრიარქის სახელი. მიდი უხსენე ერთი. რა სიყვარული დათესა ამ 15 წლის მანძილზე ჯერ აფხაზეთში და მერე დანარჩენ საქართველოში. ლეგენდები, ბოდვა. გაბრწყინდება იბერია, აი მალე გაბრწყინდება. ერთ 10 წელიწადში ძალიან გაბრწყინებული ვიქნებით. ძალიან გაბრწყინებული ვიქნებით. ილოცეთ ბევრი ბიზნესზე და ილოცეთ ბევრი პატრიარქს. ყველაფერს აქვს თავისი სახელი. ომი თუ არა ჩემო ძმაო, ვინმე არის ახლა მეომარი და იარაღზე ხელის მომკიდებელი. ვინც მოკიდა ხელი იარაღს და იმად აღარა აქვს სურვილი იარაღზე ხელის მოკიდების, იმიტომ რომ ასეთ უბედურ საქართველოსთვის ნახდათ არ იბრძოდა ეს ხალხი. და შეწირეს ამ ომს და ამ უბედურებას თუ ვინმე გუშინ მეგობარი კაცი ვნახე. აი ხნის უნახავი აქ
აუმარინა ფრონტალინა ნასისხლარია და აღარ ედგომებოდა საქართველოში და ჩამოვიდა წლები აქეთ ცხოვრობს და სტუმრად ვიყავი ოჯახში ვიხსენებდით რაღაცეებს და ასეთი საქართველოსთვის არც ერთი ქართველი არ იბრძოდა. არ იბრძოდა. ესა სიმართლე. იტყუეთ თავი. ორად ორი პიროვნება უახლეს ისტორიაში. ორად ორი პიროვნება. ვისაც აქვს ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის ლომის წვლილი აქვს ამ ყველაფერში შეტანილი. ეს არის ედვარდ შევარდნაძე, აი ქართველების დაუძინებელი მტერი. ამ ადამიანში იყო შერწყმული თავიდან ბოლომდე თემურლენგი, მურმანყრო, შაჰაბასი და თუ ვინმე ქართველი ერის მტერი იყო. აღამ ახმად-ხანი და რა ვიცი. ჯალალედინი და სუყველი. და რომელიც მე ღია ინტერვიუში ამბობს პირდაპირ, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ილია მეორე ყოფილიყო პატრიარქი. აი ამ ორი ადამიანის მართვის, ამ ორი ადამიანის მოღვაწეობის შედეგი არის ის, რასაც იმკის დღეს ქართველი ერი. ესაა სიმართლე. ახლა თუ ვინმეს ამ სიმართლეს მიღება უნდა ეს ჩემი პრობლემა, არა, ამოჭერეთ ახლა ეს ვიდეოები და აფრიალეთ მე კიდე იმან რა ქვია ნეო მხედრიონის შთამომავლებმა. და თქვით რომ მათი ბრალი არაა და ერმილე თურმე პატრიარქზე რას ამბობს. არაფერს არ მომბობ, იმას ვამბობ, რაც მისი მოღვაწეობის შედეგია. მისი მოღვაწეობის შედეგი არის ის, რომ მას თხემით ტერფამდე ქართველები ეზიზღებოდა, ეს იყო მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და აბსოლუტურად ყველა უყვარდა დაწყებული შევარდნაძე დამთავრებული ივანიშვილი. და მათი ნამოღვაწარია ესეთი საქართველო. 6 თვე ვერ აიტანეთ, ვერც ერმა და ვერც ბერმა. ის ვინც იყო თხემით ტერფამდე ქართველი და დღესაც ყველაფერ ტალახს აფურთხებთ და ესა სიმართლე. თან როგორაა საქმე იცით? რო ვერ ხვდება ეს ხალხი, ვინ მიიყვანა ამ დონემდე? ვერ ხვდება. ტვინი არ აქვს თავში. ისეა გამორიცხილი ტვინი. ის ცოცხალი წმინდანია ერთი, ეს მეორე კიდე 6 მეხვის ღვთისკაცია და ესეც ცოცხალი წმინდანია, ესენი საუკეთესო ხალხია და აი ბერია წინდება და ევროპაში მივდივართ და ესე ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა გავხდით შემოსავლის მხრივ, დემოგრაფიის დებილობებს ისმენს ხალხი. ამიტომ აფხაზეთზე ვენების გადაჭრა კი არა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის არის დექართველიზაციის პროცესი. დექართველიზაციის პროცესი ხდება მთლიანად. ყოფილ საქართველოს ტერიტორიებზე თუ ახლანდელ საქართველოს ტერიტორიებზე. და ეს ხდება ქართველი ერის ლოცვა-კურთხევით და ხელდასმით, იმიტომ რომ ვერ ხდება. არ უნდა მიხდეს. არ უნდა ქართველს ქართველობა ევროპელობა უნდა. არ უნდა 9 მაისი ევროპის დღის აღნიშვნა უნდა. არ უნდა სტალინის ძეგლი, ახლა ვიღაცა ფემინისტი ძუკნები შესევიან სტალინის ძეგლს. სტალინის ძეგლი ეგ რა აგდია, გადაგდებულია საცხესანაგვეში. ყველაზე დიდი ქართველის. არ უნდათ. სირცხვილია ევროპის დღე უნდა აღნიშნო. მეტი რა უნდა გაგიკეთო, ბიჭო, მეც რას უნდა დაგამგვანო. მეთნაირად როგორ უნდა გადაგარჯულო. ამის ლაპარაკი კიდე თუ ვინმე ამას იტყვის, ახლა რასაც მე ვლაპარაკობ, ეს დანაშაულია. დანაშაულია ბიძინაზე ამას როგორ ამბობ. საპატრიარქოზე ამას როგორ ამბობ. ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი ღვთისკურთხეული სინოდი და ღვთისკურთხეული სასულიერო პირები. ნეტა თუ არ გეშინიათ თქვენ მაინც ამ აფორიან ყანდურებს. თქვენი ერის გადაგვარებას ასე რო ხედავთ და გადაშენებას რომ მრევლიც რო აღარ დარჩებათ მაგრამ ეკლესიაში. ზოგი ფიზიკურად არ დარჩება და ვინც დარჩება კიდე იგი თქვენთან მომსვლელი არ იქნება, ეგერ ირმენს იმაში. ლიბერალების მექაში. თქვენ წვლილია, თქვენი მოღვაწეობის წვლილია ეს. რადგან ისტორიაში შეიტანენ კი. არ ვიცით, იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები. ძველ პერიოდებში რო იყო და ძველ პერიოდებში რო ხდებოდა,
არ იყო მაინც ეს ტექნოლოგიური განვითარება და არ იყო ეს ემიგრაციის პროცესები ასეთი მარტივი მაშინ და არ ხდებოდა ასე ხალხის აყრა და აგერა 2 წელიწადში აგერა იმაში უკრაინიდან მარტო ევროპაში 12-3ჯერ მეტი საქართველოს მოსახლეობაზე 3ჯერ კი 4ჯერ მეტი შემოვიდა რა ქვია ტოლვილი და ევროპას არაფერი დატყობია და უკრაინა 40 მილიონიდან დავიდა 22 მილიონზე ზოგი ევროპაში გაიქცა ზოგი რუსეთში ზოგი სხვა ქვეყნებში აუნდა 3 მილიონიანი ქვეყნის გაქრობას ეთქვი ამას და როგორ იტყვი აი ესაა ნაოცნებარი ქვეყანა გაპარტახებული გაფარჩაკებული დატოვებენ საქართველოში ხაჭაპურის და ხინკლის გამკეთებელს დატოვებენ ასე იქნება აი ამის თქვა მინდოდა და აი ეს ხდება აფხაზეთში სხვა არაფერი გეუბნებით მე თქვენ არც ერთ ნორმალურ აფხაზს არც ერთ ნორმალურ ოს დღევანდელ არანორმალურებზე არ ამაქვს ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში სადაც ქართველს არ ედგომება სადაც ქართული ყველაფერი ნადგურდება არენდოვება ცხოვრება და მართლებიც არიან რო არ უნდათ ბოლო-ბოლო შვილები ყავთ იმ ხალხს და ის შვილები ამ LGBT პროპაგანდიდან და ნაციდან და ქოციდან უნდა იქნას დაცული და მიჩვეული ჭირი რომელი ჭირიც ჰქონდათ იმ რუსეთის სახით ის ურჩევნიათ მაგრამ შედეგი იქნება ასეთი და საერთო ჯამში ამ ყველაფრით საერთო ჯამში ნადგურდება და გადაშენების პირას მიდის მთლიანად ქართველი ერი რომელიც არ არის არც ერთი ცივილიზაციური არც ერთი ეთნოსის და არც ერთი ცივილიზაციური სამყაროს წევრი არ არის ეს არც სლავური ოჯახის წევრი არც თურქული ოჯახის წევრი არც ანგლოსაქსონური ოჯახის წევრი არც ჩინური ოჯახის წევრი არც ინდუსური ოჯახის წევრი არც არაბული ოჯახის წევრი არავის წევრი არ არის ერთი პატარა თვითმყოფადი ერი ესა რა მოხდა მე 17 ქვეყნის ხალხი თუ შემოვა უვიზოთ ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა დღემდე სამება აგვიშენა რა გინდა იმ სამებაში მალე ქართველი არ დარჩება შემსვლელი გეუბნებით ხალხო თემურლენგის თითო ლაშქრობაზე 8 ლაშქრობაა გაკეთებული საქართველოში თემურლენგის თითო ლაშქრობაზე არ წყდებოდა იმდენი ადამიანი რამდენი ადამიანის ყოველ წლიურად წყდება საქართველოში და მცირდება ქართული ეთნოსი პრობლემა კიდე ერთხელ ისაა თემურლენგის სტატუსი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის წმინდანის სტატუსია იგა მერე მაგია თორნიკე ჩვენ რო არ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება მე პირადად ხო ვარ ეხლა რაღაცას ხო არ ვიგონებ მე პირადად ხო ვარ ადამიანი რომელიც დაჭერილი იქნა დიდგორობის აღნიშვნის გამო და საქმე ექნა აღძრული დავით გარეჯისგან ხოასი და ამის თქმის გამო მესამე საქმე კიდე ბლოგერმა ჩაწერა ვიდეო და ატვირთა ინტერვიუ და რატო ლაპარაკობ ამასო მესამე საქმე ამის გულში მე ხო არ ვიგონებ ჩემ თავზე ხო ეს ხო არ ვიტყუები ამ ყველაფერს ლაპარაკის უფლებასაც აღარ გაძლევდნენ საქართველოში ლაპარაკის უფლებასაც აი ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით და ასე მძიმეთაა საქმე ასე მძიმეთაა დღეს ყველამ დაიწყო ლაპარაკი ამ დემოგრაფიულ პროცესებზე როგორც იხლა მაგრამ ლაპარაკის დონეზე ამას არ გაცდება ეს ლაპარაკის დონეზე არ გაცდება არაფერი არ იქნება ეს 2017-ში რო გამოვედით ქართული მარში რო დაარქვეს და ერთი ამბავი რო ეტეხეს და ტელეიმედი რო ემიჯნებოდა ქართულ მას რაზე იყო საუბარი მიგრაციის პრობლემებთან მიწის გაყიდვასთან ეროვნების დაბრუნებასთან ავიდა 8 წელიწადი მის მერე შედეგი რა ვინც იქ ვიყავით აქ ვართ მაგ ისინი არიან ვინც იყვნენ და ამ პოლიტიკას ატარებდნენ და ძალიან კარგად არიან სხვათა შორის ის ჯგუფები რომელიც ჯგუფებიც იძახოდნენ რომ ჩვენთვისო ბედნიერება იქნებაო რომ ესო საქართველოსიო ეს არ ჩესო რა ქვია
მე-13 ქართველიც რო არ დარჩენსო, 10% ქართველი რო დარჩენსო, ჩემთვის ბედნიერება იქნება. ამიტომ დაანებეთ აფხაზეთზე ფიქრს თავი. აზრი არ აქვს, იქ პროცესები მიმდინარეობს თავისით და მიმდინარეობს ისე როგორც მიმდინარეობს. დანარჩენ საქართველოზე იფიქრეთ. დანარჩენ საქართველოზე. აფხაზეთი ისე ღრმათა ნიანგის ხახაში ჩავარდნილი, იმას იქედან ვერავინ არ მოიყვანს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ერთადერთი ვისაც შეუძლია მოიყვანოს ნიანგის ხახიდან აფხაზეთი და აფხაზიერი, ესაა ეროვნული ქართული საქართველო. სხვა იმათ ვერავინ არ მოიყვანს იქედან. ეროვნული ქართული საქართველო კიდე თბილისში რო ეზიზღებათ, ისე აფხაზეთში არ ეზიზღებათ. იმიტომ უამრავი აფხაზთან მქონია ურთიერთობა და ვიცი, რასაც ამბობენ. აი ზვიადის და მერავის საქართველოშიოს სიამოვნებით ვიცხოვრებდით და არ ქონდა მაგის პრობლემა ჩვენ. არ დაბრუნდება ჩემო ძმაო, ახლა თუ კი მთლიანად მთელი სამშობლო დაკარგე და მთელი ეთნოსი გაგინადგურდა, რა აზრი აქვს იმას? რა აზრი აქვს? ელემენტარულ კითხვას. აი, კარგად ვზამდებოდეთ. ეს არის რეალობა.